Hi, მოგესალმებით. Აი როგორ ახართ ხალხო? არაჩვეულებრივი ამინდია. მე ჩვეულებრივ განწყობაზე როგორც ყოველთვის. რა ხდება და ნამიესალმო? მოიცა კარგად გაგისწოროს დედა. თუ იმას არ ჩავთვლით რომ ერთი წამით თუ იმას არ ჩავთვლით გუშინ რა საღამო გამოგვატარა მარიამ საუბრობ და გაჩვენებდე შევთანხმდით რა საღამო გამოგვატარა მარიამა თუ იმას არ ჩავთვლით სამსახურიდან მოსულს იცი გუშინ რომ მაღებინებდა ესეთი პირღებინება გქონდა ხალხო რომ აი ვერ გეტყვით სასწაული არ ვიცი რა დაემართა მოგიცხათ რომ ყბას რატო აკეთებ ეგრე მე რა გთხოვე ეს ყველას ხალხო ესე და ხო ხდებით მე როგორ იცვლის ეს იმას რა ჭამა რას ვაზზე არა ვარ არაფერი ამას განსაკუთრებული არ მივრთმევია ისეთი თუ არ ჩავთვლით ახლა წინა პერიოდების არაუდარევას რაღაცა სისულელების მირთმევას ალბათ მე იჩინა თავი და მაგალითად აწყინა მოკლედ. ღვთისმწყალობით ყველაფერი კარგად არის, აგერ ყავა რაღაცნაირად მოვადუღე. ჩემი სიყვარული. მოდით გავაკეთოთ ერთი ნივთის unboxing-ი, რომელიც ვიყიდე ნატურალში. ნატურალში ვნახე ეს ნივთი რაღაცა მახსოვს კიდეც ვიდეოში ვახსენე რომ აუ ნეტა მეყიდა დამავიწყდა ყიდვა თქო ჭიქა ხო და ნახოთ ხა ჩემი ჭიქის სიყვარული რა ვიცი იმდენმა იცის რომ არ ვიცი მოდი ნახოთ ძალიან მელამაზება ძალიან მომწონს ხო და ამ შანს ხელი და ხომ არის გავუშვებდი ფასდაკლება იყო სადაც 4 რამდენი ვეცი თუ უფრო ნაკლებიც არ მახსოვს უალა ჩემი სიყვარული ჭიქა და რა თქმა უნდა თავისი საწროპი ბუნებრივი ეს გახლავთ მინა ეტყობა კიდეც ალბათ და ისე მომწონს ხალხო და ვლოგებში დარწმუნებული ვარ იქნება ულამაზესი კაცო სულ ყავა არ დავლიო ამით წყალსაც ძალიან კარგად დავლევ არ ვიცი ამ ბოლო დროს ეს წყალი რამ შემოძულა ვერ გეტყვით მაგრამ წყალს საერთოდ აღარ მივირთმევ ხანდახან ღამე მახსენდება უი დღეს წყალი არ დავვლი აი ეგ მომენტი მაქვს და არ ვიცი რატო დამემართა მიუხედავად ამ სიცხისა რატო არ მინდება მაგრამ დავიწყებ ნახეთ როგორი საყვარელია ამას შეხედეთ უბრალოდ ეს უფრო რატო ვიყიდე აი ეს ამბავი მომეწონა მოკლედ უნალექო ყავა იქნება ყინულით თუ წყალი იქნება თქვენ არ ვიცი ვის გახსოვთ ერთი პერიოდი სუსაწრუპით მივირთმევდი წყალს იმიტომ ყინულებით ბევრი ყინულებით იმიტომ რომ მასე უფრო რაღაცა ვსვამდი ასე რომ ვთქვათ ხო და ძალიან მომეწონა და ვიყიდე აი ეს ჩემი ძალიან საყვარელი ჭიქა ეს რესინი გავუსწოროთ ხა თუ გინდა ხდილი ქონდეს თუ გინდა დააფარე მაგრამ მე დაფარებული მელამაზება ძალიან და ძალიან მომწონს ჩემი არჩევანი რომ ვიყიდე ნუ შეგიძლია ასე დაიჭირო შეგიძლია ასე დაიჭირო უბრალოდ ერთი პრობლემა ისეა რომ აქ რო კიდე ხეს ნათითურები ძალიან ემჩნევა ხო და ამით ბევრი ვლოგი იქნება მეგობრებო დაწუნებია ძალიან ბევრი უბრალოდ მეშინია მარიკომ არაფერი ჩაიდინოს იმიტომ რომ მინაა და ან არ გაიჭრას ხელი რა ვიცი ისეთ ადგილას უნდა დავდო ხოლმე რომ ამისი ხელი ესე აქტიურად არ მოხვდეს ასე რომ ვთქვათ როგორ მოგეწონათ ჩემი მინის ჭიქა ძალიან მომწონს მე კარგად მომეწონა შენი ჭიქა რომ აი მე დიდი მადლობა უღრმესი დედიკო შეგიძლია მე წაიღო და ურნაში ჩააგდო მადლობა ხო და მოკლედ ესეთი ამბები გუშინ
გუშინ არა კაცო, მეც მაგარი ვარ. გუშინ წინ ვიყიდე, უბრალოდ გუშინ ვერ გადავიღე ისე რომ ამისთვის ვერ მოვიცალი. გუშინ წინ თუ გუში ვისეც სალაძლებს მოვედი სახში და მოშთუდად გამივიდა. გუშინ წინ. თან ცოტა თავპირს მივხედოთ რა და თან ყავა დავლიოთ. ხმის იოგებმა სიგნალი მომცა რომ ой, რატო არ მიფრთხილდებიო? რატო? შაბათი დღე თუ ასე შემიყვარდებოდა, ჩემს სიცოცხლეში ვერ წარმოვიდგენთ. გიჟდები შაბათ დღეს სახში რო ვარ, ანუ გიჟდები. ცარიელია სიყვარულო გადააგდო რა. თქვენ რა შევით გოგო, როგორ თქვენ დღეს რუტინა რითია? ასე ვთქვათ, დაწყებული. მე საქონლის ხორცი დავდგი მოსახარშად. წვნიანი მინდა გავუკეთო სრულად ოჯახს, მაგრამ ყავა ამაში ჩაასხა ესა. ყავა არა დეცხეს, ყავა არა, სხვა ყავა უნდა გავაკეთო მაგაში. არა, წვენი ჩაასხი. არა, ჭუჭყიანია დეგასარეცხა, ახლა ახალ იმას ეგრევე ვერ გამოვიყენებ თუ კარგად არ გავეცი. წვრიანია ეთყობა კიდეც, სულ დავიდავანებოთ ყველაფერს. მარიკო საუბრობ დედიკო, წადი გააფერადე და მე ვაჩვენოთ გოგოებს. აი რას ვამბობდი? აი იმიტომ არის დედა დამასრულებინე რა რაღაცას რო ვამბობ. აი რაღაცა დავიწყე არ მახსოვს რა. მერთო მაღალ. ხო საქონლის ხორცზე საუბრობ. აი მე მიშველეთ. გუშინ იყო დედა რა ის გუშინც. მოკლედ არ უნდათ ამ ჩემებს კაცო ამ წვნიანის გაგონება. გინდა საქონლის ხორცი იყოს და თუ გინდა რა ვიცი მე ჩამაგდეთ და მომხარშეთ. არ უნდათ ცხელა და არ უნდათ. მაგრამ აუცილებლად მოუწევთ რომ მიირთვან. ძალიან კარგი საქონლის ხორცი ვიყიდე ნატურალში. აი ძალიან კარგი ნაჭერი ავარჩევინე. ძალიან კმაყოფილი ვარ და რადგან ესენი არ მიირთმევენ ბატონო დიდი რაოდენობით. ამიტომ ძალიან ცოტა ვაკეთებ უფრო სწორად წვნიანს. აი ერთი კვება რომ მიირთვან და მეტი რო არ იყოს მაგდენი რა გოგოებო რა. ეხლა ისვის გავაფუჭო გეხოწებით. ხო? ცხელა მესმის კაც ვარც მე არ მინდა წვნიანი და მაგათ როგორ იმასავ. მაგრამ მაგათ არ უნდათ ბავშვი მირთმევს რამენაირად. დილით უკვე ისაუზმა მარიკომ. მე და ყავას და მაგას. ძალიან სასიამოვნო ყავა, აი ძალიან. გზა რო გაგუკეთე ძალიან მიხარია. შენ ისორბი აი ჭიკა. ძალიან მომწონს შენი ჭიკა რომ მიყიდე. მადლობა, რომ ჩემი არჩევანი მოიწო. შენი არჩევანი ძალიან საუკეთესოა. დიდი მადლობა. იცი რომ აი ეს მეც მიყვარს საუკეთესო არჩევანი. მადლობა და მაგაში არის იცი რა? საუკეთესო არჩევანი. დედკო შეიძლება პიკნიკზე დალიო. პიკნიკზე დავლიოთ. წადი დახატე ჩემო სიცოცხლე და წავიდეთ ერთი დღე პიკნიკზე გპირდებით. კიკუზეში პიკნიკის ადგილების მეტი რა არის. რადგან გიდან მიგურდი ტედია. იცი დედიკო მაგდონალდში გაიხსნა. რა გაიხსნადე? მაგდონალდში. მაგდონალდში ხო და ხო ხა შენ ეგ ბურგერებს გადაიფებ ბეჭზე. ხო დედიკო წაგიყვან. ძალიან მინდა იცი მაგდონალდში. აი ეს რო ვიყიდო. მე რაღაც საჩუქრის ყიდო უნდა ეთყობა იქ ბაღში თქოს რომ იქ ვიყიდეთო რაღაც და მე რო ვკითხე იმ ბავშვს არაო მანდო არ მიყიდია და ამან არ ვიცი ხა რა იმას ქნა მაგრამ მაგდონალდში ეგენი დედიკო არ იყიდება ჩემო სიხარულო. მაშინ მიკი მაუსებში.
იქ უნდა წახვიდე დედა და რამე მიირთვა, მაგალითად ფრიდე. კარგი, გააგრძელე ხატვა და მე ვისაუბრებ, კარგი? დედიკო. არა, მე ვისაუბრებ, შენ გააგრძელე ხატვა, კარგი? აუცნები ამიწია. ჩართვამდე თუ ლაპარაკობ და დედას გეფიცებით. მაგოც დროჭის კამერა. იკვინჯეში სირაკალის ხუნა. რა და? მაგდუნა. გავიგეთე და მე თო მაღალო. ხელები მაგ დასიებული. დღეს რეკორდი მოვხსენი. აი, გვიანობამდე მეძინა. ოღონდ როგორ მეძინა? 6-ზე გავიღვიძე. მე 7 წუთები აკლდა გავიღვიძე, აი მე როგორც ვიცი გაღვიძება იმ პერიოდში. დედიკო, ნახე რა კარგად. ყოჩახდე, მე რეკობადგა, მე ბოშმა გაიღვიძე, აბა ახლა ამათი დიალოგები მამა გენაცვალა დედა, მამა როგორ ვიყარ ხარ, მოდი არ წახვიდე, მოდი უნდა წავიდე და ქონდადო აი უიში და წამოფრინდი მოთხარი ღმე რა ღმერთი აქცავთ ან რაღაცა მოთხარი. 1 წუთი დედიკო, გეხვეწებით მოთხარ ხალხ დამაძინეთ. ამ კარგად გამოფხიზლებულზე, გადამიწიეს ეს ფარდები. აი, თვალები გამიხდა, გადმოციეთ პირი ვარ უკან შუქი მანათე. ანუ მეცინებოდა რა. აი როგორ ვიყავ იცით, იმდენად კი არ მეძინებოდა, აი დასვენება მინდოდა. სანამ ყობას ახდენ არ გავიდა ხალხო. ვერ ჩავიცინე. იმდენი ილაპარაკეს. რომ მოვა მაგას, ხო. ერთი დღე ხო იქნება, რომ დაიძინეთ ან შუა დღეს ან აიმე დედას გეფიცებით. აი ეგ სახლის წინ დიდი დინამიკი უნდა დავდგა და ვაღარიო ბოლო ხმაზე. რა დედა? მოაბრუნე სიხარულო, შენ როგორც გინდა ისე და ეს მიირთვი ლამაზო, მარიკუნა მიირთვი დედის გულიშე. ეს მიირთვი დაასრულე დედიკო. კი ბატონო, რაც დაგჭა ის რამდენიმე ბარემ დაასრულე დედა. აუ როდის მოიხარშება ნეტა მალე მოიხარშოს, მე ვიფიქრე რა ძალა მეთქე. აი მართლა რა ძალა მათგია, აი ამას რო ვახრიგინებ, გუფთას უფრო კარგად შეჭამდა ბავშვი. გამომეტარებინა ბარემ ესეც და იმას მეკ გუფთა გამიკეთე. რაც არის. ეს ვარაქს. სადარჩი ჯექი. იქ უნდა იჯდე. კარგი დედა ვზივარში. ცარეცხის დღე მოვაწყოთ. იქ უნდა დაჯდე ვანცა. არაფერს თავით კითხა. შარვალი მინდა გოგოებო ვიყიდო რამე ისეთი. რაღაცნაირი. რავით ხელი, რავი, რაღაცნაირი რა. იმიტომ რომ ორი შარვალი გამიფუჭდა, იქ რო ჯდები საღებავები რაღაცა აიკრო და გოგოებმა მითხეს რომ ჩვენ ყველას ეგრე გაფუჭებულია. და არც მე არ ვიყავი გამონაკლისი ხო და შარვალი უნდა ვიყიდო. აუნა უნდა ვიყიდო. წასვლის წინ გავიკეთებ შილაკს. სანამ ჩემებთან წავალ იქით გავიკეთებ შილაკს, იმიტომ რომ ამის ნერვი მე არა მაგირე ითხები. ჩემ გოგოს თან იმედი ეს ვინც გავიკეთა. ახლა სიმართლე გითხრათ ხალხო. შენი საყვარელი რა. წინა შილაკი ვინც გამიკეთა უსაყვარლესი, ჩემი გოგო, აი უსაყვარლესი. რომ მივიდე ხო, ისე უფასოდ უნდა გამიკეთოს და მერიდება, ანუ ხა იმ ხელაშ რომ მაგაში ჩადებული რომ მერიდება, ბარტერი არ უნდა. ბარტერი რო იყოს არ მომერიდება. მაგრამ არ უნდა ბარტერი, იმიტომ ისედაც ყოს მაგას სახში მუშაობს მომხმარებლები, ხა მაგაზე მეტი აღარც უნდა, ვეღარც ასწრებს რა, ხო ხვდებით, ყავს თავისი მუდმივი და ეხა მოგიხსენებათ როზე კორპუსში ცხოვრობენ რა ხელა კორპუსებით დგას, აი ხო ხვდებით რა მერიდება. ძალიან მერიდება. ბარტერზე არ მომერიდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ისე რომ ადამიანი ახლა მოვიდეს და ძალიან მერიდება. არ უნდა კაცო ხსენება, არაფერი ყავს ეს მომხმარებლები, უბრალოდ უყვარს დოდონა და ძალიან უნდა რომ გაიკეთებინე. ანუ ძალიან არ მინდა რომ ეს კეთილგაწყობა რაღაცნაირად არ მინდა რა. ძალიან მერიდება მე ეგეთი რაღაცები, მეუხერხულება, ამიტომ
მირჩევნია რომ ახლაც მივიდე და ფული გადავიხადო და ხვდებით. გამიფერადე. აბა რომელი ფერი გინდა ჩემო სიცოცხლე აი დედი სათლელს მომიტან იცი სადაც არის? აბა მოძებნე თუ იპოვი თუ არა და არა უშავს. ძალიან მუტეხილა ამის ფანქრის წვერე. გამოიღე აბა დედი კომიდი ჩემო სილამაზე. ხედავ სადაც არის დე? შავია დედიკო. შავი? ხოდა შავი სადა? ბარემ ამ უყაოზე ახლა ამის ფანქრებს მე მივხედავ. ათაშორის არ ვიცი. დე ყველას გაგითლი ჩემო სიხარულო. ოკეი. ბავშვობიდან არ ვიცი რატო ახლა მაგდენი მაგრამ მიყვარ და მე შენ ჩაალაგე დე. ნახე რა ლამაზიები გავთალე. მიყვარს ამების მოწესრიგება. ხო რა უცნაურია ხო აი თითქოს მაგრამ ეგრეა რა თქმა უნდა დე. ძალიან ბევრს გათვლილი აქვს, მაგრამ ძალიან ბევრს გასათვლილი აქვს. ამიტომ მოდი ბავშვი ვაწვალოთ. ჩვენ გავუთავოთ. ყობას კი ვუთხარით ერთი დღე მოვთხარი წავიყვანოთ პიკნიკზე თქო რა და ერთი დღე აუცილებლად წავიყვანოთ. ვაიმე უკვე ძალიან მცხელა ხალხო თუ რა ხდება არ ვიცი აი ალიამდის შიდი არა უფითქდი ალიამდის და ძალიან ბევრი ფანქრები გაქვს დედიკო და როგორი მოუწესრიგებელი დავხატო კარგად თქმა რომ ფერები ერთმანეთში შეურიო გვანთარ და მინდა დედა მინდა რას ქვია მოწადინებული ყველა იმდენს მელაპარაკება მეორე ბავშვზე მარიკო ცოდუა და განა მე არ ვიცი ხალხო რაღაცნაირად იცით როგორ მტკივა გული იმაზე რომ იმ ხელა იმედია ჩემი ძმა ჩემთვის და მისთვის ისეთი ზურგი ვარ და ის რომ იმას მედარდება რა ერთ მე რო აღარ ვიქნები ცოცხალი ჩემი მეუღლე რაღაცა გვერდში მდგომი ჭირდება ის ძმიშვილი იქნება თუ დიშვილი ანუ და აი მაგაზე მე მეტირება ანუ ჯვარი წერია მაგრამ ოდეს მე ხო იქნება ეგ დღე და მე მედარდება ძალიან მედარდება აი სულ მაგას მიკაკუნებს ყველა მერე და რო იცი ღრაზე ვარ სენსიტიური მამაკებზე მიკაკუნები მადლობა არაფერს დედი მე მოგცემ სიხარულო და მე შენ ჩაალაგე როგორც გინდა ფერების მიხედვით კარგი გუში სხვათა შორის ბაღში მოსული იყო ჩემი მშობელი ერთ-ერთი ბავშვის მშობელი რომელმაც მოიტანა მაისურები და წულის ქვედა ბოლოები ყველა თავისი შვილის ჯგუფელისათვის საჩუქრად არის დიზაინერი ეს გოგონა და ყველას გადასცა საჩუქრად იყო ასევე ფოტოგრაფი მოსული მოაწყეს ფოტოსესია მათ შორის მეც მეცვა მაისური სადაც ასოები იყო ანბანელა და ასევე ყველა ჩვენი პაწაწუნას იმ ჯგუფის ჩემი ჯგუფის პაწაწუნას ეხატა თავისი რაღაცეები რა ფოტოსაც მე აუცილებლად გაჩვენებთ და ეწერა ანბანელა ხო და დარწმუნებული ვარ იქნებოდა ძალიან კარგი ფოტოები აი აქ დავალაგე ფერები და ფერების მიხედვით დავხატა გორი გამოვა ძალიან გაიხარეს ბავშვებმა ძალიან ბედნიერები იყვნენ ამ ფაქტით მე დედა სულ ბედნიერი უნდა მყავდე შვილო სულ დე შენ რო ბედნიერი ხარ მაშინ ვარ დედა მე ბედნიერი თო აბა მე და მამაში გუშ დახოცილები ვიხარეთ დახოცილები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ერთმანეთს ვაწყნარებდით რომ არაფერია მშვიდობა უბრალოდ რაღაცა მაწყინა თუ ტალი ვალი
დიდი მადლობა დედა, დიდი მადლობა. დედა როგორ ჩამოცხა მიშველეთ. ახლა ამ ქვებს გავათრევ გარეთ და გარეთ ვახრიგინებ. ამის დერვის ამან ხალხო აფსიცხეში კიდე ისავა გვიზგიზო რა ქვია. დედიკო, შეიძლება ფერების მიხედვით დავახატინო ბავშვებს. როგორც გენებოს და როგორც განებოს მადლობა. დიდი ხანია მარიკო აქტიურად ვლოგში აღარ გეუბნახავს არა მარიკო გები აღარ დახივარ. კალორიული დეფიციტი გრძელდება უკვე აქტიურად. რამდენი დღეა უკვე ძალიან აქტიურად. აი მე დედა გაიჭირე. მორჩა დედი. ეს აფილოსფერია და ნარინჯისფერი. კი დედიკო. ნარინჯისფერი. დედა მე ვერ ვარჩევ ფერებს და შენ თუ მიშველი თორე. ჩემი ნარინჯისფერიც და ყვიდელიც ერთი და იგივეა. ისე რომ ვთქვათ ჩვენში. აუ მე კი ვარჩევ, მაგრამ მე კი ვიცოდი. დედი დავასრულეთ ახლა წაიღე ყველა 1 წამი და 2 ცალი დაგვრჩა მარტო წაიღე საყვარელო ახლა დანარჩენები ყველაფერი და ჩაალაგე კარგი ჩემო საყვარელო და რომელიც ჭირდება აი ეს გადავჭა დანარჩენი გათლილია ყველა და წაიღე საყვარელო ეს არაფრის დედი მადლობას ვინ მეტყვის ამ შრომისათვის ხო ვერ მეტყვით მადლობა. არა გაიხარიერა. შველეთ. იმე იშველი. ვინმე მიშველისა. ყავას დავლევ. და დედიკო წაიღე იქ პატარა მაგიდაზე ცოდო ხარდე. მოდი ჩემო ლამაზო ამ სიმაღლეს ვერ წუდები. მოდი ჩემო სიცოცხლე წაიღე ესენი მოკიდე ხელი დედი. ორივე მოკიდე ერთით ვერ წაიღებ. დედა ორივე მოკიდე ერთით ვერ წაიღებ. აჰა დე. წაიღე პანელი დედიკო. წაიღე შენი კარგი სიცოცხლე და წადი. დედა მიშვილი, ცადარჩი მსენიები. მომიტანეთ. აი კი ჩანთაში მიდის. აი მე არ ვიცი გითხარით თუ არა. ტაქსში ტაქსით რო ვიმგზავრეთ. კაც რო ქონდა სიმღერები ჩართული სასწაულო. და როგორ მეგონი გისაუბრეთ. სამაგეოთ გუშინ იყო ჩართული დარიდური. დარიდური და მოგრიალებდით. ცოტა იმას ვიზავ ავტოგები, ჩემს სიზარმაცეს გვერდით გადავდებ, დაღრილობას ყველაფერს, ყველა ვიყვებით, ეხლა არა ვარ მე, ეხლა არ იქა. და დავალაგებ სახლს, ისე როგორც მინდა. თლად ისე არა, მაგრამ ხო ხდებით. ისე რომ თვალს მოეწონოს. მივალაგებ, ყველაფერს მოვალაგებ. უცებ სადაც გავაკეთებ, მივჭრი და ისეც მოიხარშება მანამდე. ხო და კი გავა მერე დღე და დაღამდება ამასობაში. რაღაცა თქვენი დღე როგორ დაიწყო? სად დაიწყო? ნუ ალბათ უმეტესობისთვის დაიწყო საკმაოდ ადრე. ბევრი მუშაობს შაბათობით, ხო? უფრო ხალხი კვირაობით ისვენებს ხოლმე. მადლობა ღმერთს რომ შაბათსაც ვისვენებ, თორე შაბათს რომ ვუშავდი გავაფრინდი. არისო რაღაცა ამბობდნენ გოგოები თუ არის ნაკადი და თუ უნდათ მშობლებს და მშობლებს უნდათ ხოლმე დამიჯერეთ პედაგოგებს თუ უნდათ იმ შემთხვევაში ემატება ხოლმე შაბათი დღე. ჩვენზე არ არის საუბარი, ზოგადად არის ბაღები, სადაც ასე ვთქვათ, ემატება ხოლმე შაბათი დღე და მე მახსოვს აი წლების წინ ჩვენთანაც იყო ესე, ანუ უნდოდათ რა, მაგრამ არც ერთი პედაგოგი ასე ვთქვათ არ იყო ესე დიდად
თანახმა მაინც და მაინც არავის არ უნდა ხალხო ისეთი დაღლა ზოგადად ბაღის სტრუქტურა ისეთი დაღლაა რომ შაბათი დღე არის აბსოლუტურად ჩვენი ამიტომ მე მაგალითად დამატებითი ანაზღაურება არ მინდა ამის ფასად ხო ხვდებით რა თორე კაცო არის ბაღები სადაც შაბათი დღეც სურვილისამებრ არის ხოლმე მაგრამ ალბათ ბევრგან არ იმიტომ რომ დასვენება ჭირდება ხალხს საქმეები დალაგება რა ვიცი რასაც ყველა აკეთებს ხო ჩვენც იგივეს ვაკეთებთ არა მით უფრო ახლა პატარა ბავშვი რო ყავს ვერ დავტვირთავ მემასე ბავშვი კიდე შაბათ დღეს ნამდვილად არ მინდა და ეს სიამოვნებით ვიმუშავებდი ტელევიზიაში მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მთელი არა აი როდიდან აი ბავშვობიდან მინდოდა მაგრამ მერე გადამიარა იმიტომ რომ თეატრში ვიყავი და იქ იყო ჩემი სამყარო მაგრამ თეატრშიაც აღარ ვარ იქიდან შეგნებული ჩემი ცხოვრება მინდა ტელევიზია აუცილებლად კი დავждო ვილაპარაკო კაცო რა ვიცი რაღაცაზე რა უბრალოდ ტელევიზია მიყვარს და იქ რაღაცა ქაოსი მიყვარს და აი პროცესი მიყვარს და აი ხო ხვდებით რა ძალიან რა უნდა ვაკეთო გონზია რო არის რა ვიცი ძალიან მიყვარს და ძალიან მინდა და ძალიან მომწონს იქიდან გამომდინარე მე ვარ ძალიან შრომის მოყვარე ადამიანი და ძალიან მიხარია რომ ეს თვისება მაქვს აი ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და ალბათ ეს ორი თვისება განსაკუთრებით მომწონს ჩემში აი რომ მკითხოთ რომ რა მოგწონს საკუთარ რაღაც თვისებებში აუცილებლად დავასახელებ რომ ეს არის შრომის უნარიანობა და ეს არის ძალიან დიდი შრომა ძალიან დიდი რასაც აი ჩემ თავს უწესებ ხოლმე რომ ეს არ არის უფრო მეტი და ხანდახან არის ხოლმე სხვათა შორის შემთხვევა რომ საკუთარ თავს ამით ვხლი იმიტომ რომ იმაზე მეტს ვთხოვ ვიდრე შემიძლია ან ვიდრე საჭიროა ხვდებით რა აი მაქსიმალურად ბევრს ვთხოვ ხოლმე საკუთარ თავს სცენაზე ვიდგები თუ სად ვიდგები არ აქვს მნიშვნელობა იმ საქმეში მაქსიმალური მინდა რომ ჩავდო მონდომება ეს ბოლომდე მიტანა საქმეს აი ეს თვისებები ჩემში ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ პასუხისმგებლობით ვეკიდები რაღაცეებს და ისედაც ეხლა რაღაცა სამსახურში ცოტა გაუგებარია რატო არ უნდა გქონდეს ეგ იცი თუ დაიწყე რაღაც არ აქვს მშობა სად მუშაობ ეს თვისებები შეგჭირდება ეს აუცილებელია ხა იქ ფუქსავატობა უკაცრავად ეხლა არ არის ეგრე რა საკუთარ თავს არ უნდა აკადრო პირველ რიგში არ უნდა აკადრო საკუთარ თავს თორე ხა ერთხელ მოგითმენენ 2-ჯერ 8-ჯერ და აი ჰაიდე ხა გეჭყვე მუშურდი აქედანო რა ხვდებით შენ თავს შენ თვითონ უნდა დაუწესო მაქსიმალური რაღაცეები რა ეს ან გააქვს ან არ გააქვს ეხლა ამის რა ვიცი გამომუშავებები რა გითხრათ არ ვიცი ვერ გეტყვით იმიტომ მე თავიდანვე ბავშვობიდან მაქვს ეს რაღაცა პასუხისმგებლობა აი დაგვიანებებზე ხომ მეკეტება კი იცით კი ჩემო საყვარელო დაგვიანება არის ჩემთვის ნუ ძალიან და მიუღებელ შემოხედე დედის გული ძალიან მომწონს და კარგი სიხარულო შენ როგორც კი დაგვიანებები აი თუ რაღაცა ხალხო გამონაკლისებზე არ საუბრობ აი მუდმივად რო აგვიანებენ ადამიანები და აი მეტრომ გამასწრო თუ რაღაცა ვაგონი გაჩერდა და ჩამოვეკიდე და აი რა ანუ მუდმივად რო პრობლემა აქვს დაგვიანების მოდიდე მე ეგეთი რაღაცები არ მომწონს და არ მესმის ეგეთი ხალხის მოდიდე მიყვარხარ ნება იბოძე ადექი ცოტა ადრე და თავის დროზე კაცო მიდი იმ დანიშნულების ადგილზე სადაც უნდა მიხვიდე იმიტომ რომ არ არის რიდება ამ ხალხს უბუდიშების მოხდა დაგვიანებაზე არ მიყვარს დაგვიანება აი რომ ამბობენ ხოლმე ხო პაიმანზე ბიცუ და ალოდინე თუ რაღაც მე არ ისმის მაგალითად აი ხო ამბობენ ეგრე და ძალიან ტრენდული იყო აი
ძალიან წლები და ნახევარჯერმი ცხოვრება ეგ რომ აი უნდა დაალოდიო კაცს თუ რაღაც. მე მაგაზე ვერ ვიგებ რატო დავალოდინო. აი ვერაფრით ვერ ვიგებ. კაცო, დრო ხო დაინიშნეთ, დაუშვათ საღამოს 7 საათი. პირობითად გავლენთ. რას მოიცავს ის რომ შედაგვიანებ? რომ აი აბა თუ დაგელოდებათ, ხალხო ამას აწავა. შეიძლება იცი. არა, საწავა. ხუმრობა? არსად არ წავა, კაცო, ის ბიჭი როგორ არ დაგელოდებათ, ხა სადაც მოვიდე, იქ ნახევარსაც დაგელოდებათ ერთიც და რა ვიცი, მაგრამ რატო? აი მაგას ვერ ვიგებ, რომ აი ხმალოდინოს. აი რა არის ეგ? ეგ არის ჩემთვის რაღაცა, აი ძალიან დიდი სიგოინე ბოდიში. აი ჩემს ეგეთი რაღაცები არის უკიდეგანო სიგოინე. აი არ მესმის ეგეთი რაღაცები და მომკალით თუ კიდე და აი ვერ ვიგებ. აი მერე, კაი, ალოდინე, მერე ხო ხვდებით, აი ვერ ვიგებ. ჯერ მიყვარს მაგეთი რაღაცები რა. ალბათ ძალიან პუნქტუალური ადამიანი ვარ და ამიტომაც უი აღარ გვაგდე, გუში ხო მივირთვით. დავაბაროთ მამას? კარგი სიხარული. რა ვიცი, მე პუნქტუალური ადამიანი ვარ და ალბათ ეგ არის, რომ აი ეგეთი რაღაცები არ მესმის ხოლმე. კაცო, გადაგვიანება როგორ არ გამიგია და შემთხვევით დააგვიანე, მაგრამ აი ესე რომ ზიხარ სახლში და ხმელოდი მერე გავალ სახლი და რატო გტკივა ფეხები? წადი რა თავის დროზე. არ ვიცი. ხანდახან ვფიქრობ, რომ ციგადავა ჩამოვარდი. აი თუ გოგო ხარ და რაღაცა ისეთი გოგო და გელოდი, დაგელოდება, მაგრამ ანუ რა არის ამოჩებება რომ და დააგვიანო, აი ვერ გავიგე, არ ვიცი. თუმცა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი. ბატონო. რიზი გაგება გინდა შვილო? აუ შენი. ხო. რაღაცა თქვა და აი ვიდეოში. აი უყურებ და რა პარაკო. ხო. მე ჩემი ტელეფონი არ გინდა რომ ვათხო და ჩუმად იყო და სიმღერებს უყურო. და შენი ლაპარაკობით. ანუ მე რო სხვა საქმე დავკავდა თვითონ ისაუბროს ვიდეოებში. გავიგე და ცოტა ხანში დოდონას ვლოგ აღარ ერქმევა ალბათ მარიკოს ვლოგ. იმიტომ რომ გაცდი აგერთულე. მეო გათხოვებს ვარავეს და ვიდეოში მე ვილაპარაკებ. ჩემი სიყო. ვაიმე არ დამავიწყდეს, კი არა, დამავიწყდეს რამდენიმე დღეა და ახლა მინდა ვთქვა და მოგიკითხოთ აქედანაც ვაჟაზე მიცკევიჩის მაღლა გაჩერებაზე აღმოჩნდა რომ ჩვენი მაყურებელი იდგა და რომ მივხვდი რომ გვიცნო, იმიტომ რომ თქვენი რაღაცა YouTube-ი თქვენი შვილი და მივხვდი რომ ჩემი მაყურებელია და უღრმესი მადლობა ხალხო, აი რამდენს ნიშნავს ის ერთი სიტყვაც ჩემთვის ამის გაგება ალბათ ძალიან ბევრისთვის შევა ისე იყოს რომ უღრმესი მადლობა ხალხო იმისათვის რომ ადამიანი რომელიც გეტყვის რომ ძალიან გონიერი შვილი ყავთ ამაზე დიდი და მაგარი რამეს ეხა მე ვერაფერს ვეღარ მეტყვის ხო იმიტომ რომ ჩემთვის არის სხვა კომპლიმენტი საუბრობ სხვა კომპლიმენტია ჩემთვის უღრმესი მადლობა იმისათვის, რომ საუბრობ, დავასრულებ და გაგიკეთებ. უღრმესი მადლობა. არ მაცდის, იმიტომ რომ თავად უნდა ვლოგში საუბროს, ამიტომ მირჩევნე რომ აქ დავასრულო. უღრმესი მადლობა იმ კომპლიმენტებისათვის, რაც ჩემთვის გაიმეტეთ, ჩემი შვილისათვის გაიმეტეთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩემი მაყურებელი და იმედი მაქვს, რომ დარჩები და იქნები ჩემი მაყურებელი. ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ვინც მიყურებ და ხო საღამოს კიდე დაგიბრუნდებით ცოტა ხნით. ახლა ამას უნდა მივხედო, იმიტომ რომ 15 პრეტენზია გაქვს დილიდან და ვერ გავიგე რა უნდა. კამერასთან უნდა საუბარი. დროებით.